დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მალე დაბრუნდება. ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიული მოკავშირეები სკეპტიკურად არიან განწყობილი. საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს მიერ 24 ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვით, დონალდ ტრამპის დაბრუნებით ყველაზე მეტად ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში არიან შეშფოთებული. რა გვაქვს საერთოდ დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს? ჩვენ ორივე ვართ შეერთებული შტატების მოკავშირეები, რომელთა უსაფრთხოებაც ვაშინგტონზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს და ვფიქრობ, ყველაფერი გასაგებია. ჩვენ უკვე გვიწევს გავუმკლავდეთ დიდ ძალებს: რუსეთს, ჩინეთს, ინდოეთს, ბრაზილიას, სამხრეთ აფრიკას და იცით რა, დონალდ ტრამპის დაბრუნებასთან ერთად 1945 წლის შემდეგ პირველად ვხედავთ ისეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც თავად ასეთი დიდი ძალა ხდება. სწორედ ამიტომ არიან რუსეთი და ჩინეთი მოდუნებული, თუმცა ჩვენ ნამდვილად არ ვართ. ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ ბევრი ადამიანი შეერთებულ შტატებს, ჩინეთსა და ევროკავშირს თანაბარ საერთაშორისო აქტორებად მიიჩნევს. თუმცა ოქსფორდის პროფესორის აზრით, ევროპას შეერთებული შტატების მომავალ პრეზიდენტთან თანამშრომლობისას ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება და გადაწყვეტილებების მიღებაზე ზეგავლენა გაუჭირდება. ჩვენ დავსვით კითხვა, შეუძლია თუ არა ევროკავშირს ამერიკის შეერთებულ შტატებს ისე გაუმკლავდეს, როგორც ჩინეთს. ველოდი, რომ მსოფლიოს უდიდესი ნაწილის პასუხი სკეპტიკური იქნებოდა, თუმცა ადამიანებს საკმაოდ პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ. უმრავლესობას ამის იმედი აქვს. ამრიგად ჩვენ, ევროპელები, არ ვართ თავდაჯერებული ჩვენს ძალაში. თავისთავად ეს ძალა პოტენციურია და ის რეალური უნდა გავხადოთ. კვლევის ავტორების აზრით, საზოგადოების განსხვავებული ხედვა მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთი სულაც აღარაა ერთიანი თანმიმდევრული გეოპოლიტიკური მოთამაშე, თუმცა კვლავ რჩება ძლიერ საერთაშორისო სამხედრო ალიანსად.